მოამზადეთ საოპერაციო. მარო განაცვალე პროფესორის გამოძახება იქნება საჭირო. კი, ახლავე დავრეკა. ხო, სთხოვე, მძიმე მდგომარეობაა. ისმენ? ნინო ბძანდები? ბოდიშ ვიხდი რომ ასე გვიან გაწუხებთ. მარო ვარ, მარო. სამშობიაროდან ვრეკა. დიახ. ეგ პატივცემული არჩი. არჩილი? არჩილი შენ არ გახლავთ. სად? ავადმყოფთან წაიყვანეს. რა გავქნათ ახლა? რა გავაწყოთ? ისეთი მძიმე ავადმყოფი მოგვიყვანეს, ჯელი გოგოა ის საცოდავი. მორიგი ექიმებს არჩილის იმედი აქვთ ეგ ჩქარა წამოგვეშველოსო. სოდოა. რა ვქნა? რა წყალში ჩავარდ? კუკა იქნება. შენ მოადგებით. მე გავუხებ. არჩი, ძალიან გთხოვ, თუ მთვრალია ნურას ეტყვი. ვინგრებად? ნინო. აქ. ასე გვიან. ხო არჩი. დაწნარდი. ხომ იცი? მე შენთან დავისა და ჩხუბის ასატეხად არ მოვიდოდი. საავადმყოფოდან დარიგეს. ძიმე ავადმყოფი ყოლიათ. გეძებენ. მე არ შემეძლო მეთქვა. სადაც ახარ. უთხარი ავადმყოფთან გამოუძახეს მეთქი. გიცდი ანგელოდებიან. მარტო ხარ?
გუკა მთრალია. არა ის არის. ნაშვილი. საავადმყოფოდან იყო მოულელი ქალი, სასწრაფოდ მეძახია. ო, ხარით, ისიც ასე გვია. ძიმე ავადმყოფი მოუყვანიათ, უნდა წავიდე. საავადმყოფოდა? მერე? ვინ იცოდა რომ შენ აქ? შენ ისინი ცუდად. ძალიან ცუდად ყოლია შემოჩვეული. გათამამებული. რა მოხდა? დილამდე არ შეეძლოთ მოეცადა. როგორ შემაში? ედებაშად გული არ გამიხეთქვე? გამეცალე. მოდი შენ გენა. გისმენ? ექიმი? მამა? მამა წასულია მივლინებაში. დიახ. რამდენი და უკვე თვეა. ვინ მითხრა და დედა? ხო, არჩილის. დიახ, არჩილის ბინაა. ხო, მამა ჩემია. მე მზია. სულ ვეღარა გავიგერა. რა მოხდა? ის რომ შინ არ არის. პროფესორი მოგზანდა. რა მოხდა? დაგირეკიეთ. ავადმყოფთან ვიყავი. მეუღლე მისთანავე გადმოცა და მეც მაშინე გამოიქეცი. მამა სამსახურში არ იციან რომ მამა მივლინებაშია. როგორ არ იციან? იციან. ხოლო არ იციან როდის ჩამო. არა თეთი, არა. დაიციან. დაიციან. ცოცხალი ეგ ყაჩაღი. როგორ შეგვაშინა. გიცეთ მაგას წილები. პატიცემ ვარჩი. თქვენთვის ლიმონიანი ჩაი უკვე მზადდება. ასეთი ძიმე ოპერაციის შემდეგ გმადლობთ, მაგრამ
ეხლა ჩაი კი არა, კონიაკი უნდა გქონდეს იმ ბიჭუნა სადღე გძელოთ. ამ გათენებისას კონიაკზე ნურას უკაცრავად და ჩაით კი მუდამ დამასვინდელი გახლავარ. ცოტაც რომ დაგვიანებოდა, მაგრამ თუ ბავშვი შეიძლება დედაც ვერ გადაგვირჩინა. მართლა, მარო. იქნები მხარის თავისიანები ქვემოთ იცდიან, ზელარე. მე მათ უკვე მიულოცე ბიჭის დაბადება. ისინია და ჩვენ რა ყოფაში ვიყავით თქვენ მოლოდინში. რამდენი გირეკეთ. შინ არ არისო რომ გვითხრეს, მაშინ ხო უფრო ავღებით. არა, შემთხვევა მრავალნაირია. თქვენ ბავშვებს რათა გონიხართ მივლინებაში წასული. შინ ხომ არაფერი უთანხმოება მოგსვლიათ ოჯახში. უთანხმოება? ჩემს ოჯახში? არა ვითარ. ჩემს ოჯახში ყველაფერი წესიერად არის. არა არჩილ, ეგ არ უნდა იყოს მართალი. თქვენს ოჯახში რაღაც ცუდი რამ არის მომხდარი. მიირთვით, ჩაის რას ემართლებით. მარო, ძალიან გთხოვ ჩემს პირად საქმეში ნუ ჩაერე. მე ამის ნებას არავის არ მივცემ. არჩილ. აბა, ჩემგან თქვენ რა გესწავლებათ, მაგრამ მე როგორც თქვენი ოჯახის მეგობარს არ შემიძლიან გულგრილად უყურო ასეთ ამბავს და არაფერი ვთქვა. ეს არა მარტო თქვენი პირადი საქმეა, არამედ ჩემი და ჩემის თანებისა. ყველა იმათი, ვინც დაინტერესებულია ხალხის კეთილდღეობით. ფიქრიც კი დანაშაულია იმაზე, რომ დაანგრიოთ ოჯახი. უმამოდ დატოვოთ 4 შვილი. საკუთარი ხელებით გაანადგუროთ უდიდესი შრომით მოპოვებული სახელი. მარო, არა არჩილ. მე არა მარტო პარტორგი და თქვენი თანამშრომელი ვარ. მე თვითონა ვარ დედა, ოჯახისა და შვილების პატრონი. ხო და აბა თქვენ თვითონ განსაჯეთ, მაქვს უფლება ასეთ ამბავს თვალი ავარით. მარო, ეგ საქმე რთულია. ეგრე ადვილად მოსაგვარებელი არ არის. და მე არ მესმის, რომ ოჯახურ საქმეებში ჩარევა ძალიან ძნელია, მაგრამ თქვენ თვითონ რამდენჯერ გითქვამთ, რომ ოჯახი ერის სახელმწიფო შემადგენელი ნაწილია. მერე? ხო და ვფიქრობ, რომ არ აგვაქვს უფლება ეს დიდი საზოგადოებრივი საქმე ჩვენს პირად შევწიროთ. არა არჩილ, ამის უფლებას ვერ მოგცემთ. მით უმეტეს მოვალება ვალდებული. ცოტა ხანს წამოწეკით. დაისვენეთ, მე კი დავალდე ჩვენ სავადმყოფს მიხრევ. მშვიდობისა დედიკო. ვახტანგში. ეგრე წამოიწვე. პირდაპირ გული მიკვდა. რატომ დედიკო? სულ 1 საათის სამუშაო. რადგან ეს არის? არა ვახტანგ. შენ ჯერ უნივერსიტეტი გაქვს დასამთავრებელი. გითხარი და ახლაც გიმეორ. ჩვენ ჯერ არც ისე გვიჭირს რომ იძულებული იყვე. არა დედიკო. მე მინდა ისე წამოგეშველო, რომ მამის დაუხმარებლად შეძლო ცხოვრება. გესმის დედა? რატო? განა მამა უცხოა თქვენთვის. უცხო. დავკრით. რადგან მიგვატოვა უცხო. ლეიკო მამა ჩამოვიდა? არა შვილი, არ ჩამოვიდა. მალე ჩამოვა? მალე ჩამოვა, მალე. აი ხომ გითხარი დედა, სულ 8-ზე მე უკვე შინავა. როდა? ადე ბიჭო, დილის გუდა. 1, 2.
Priude საქართველოს თებრძალელია იავნანას დედასავი თკბილად მღერია ცელქისიოსა და მღერის აქ სულსვარი და სამშობლოს ჩურჩურიო დედის ხამარი ვახტანგ მაცალეძილი გთხოვ დაიმახსოვრ რომ უკვე მეორე ცვლაში მეცადინო ო მართლა ბოდიში სულ აღარ გამახსენე ჩემი ძინარი ვახტანგ ნოდარ ჯიბეში პაპიროსი უდევს ხოდა გთხოვ მოელაპარაკო ისე რომ ამის შემდეგ იცი ეს იყოს პირველი და უკანასკნელი თუ კიდევ შევამჩნიე მსგავსი რამ იცოდე სულ სხვანაირად მოლაპარაკები აქ რა საკეთებს შეეშმაკო რასადა გლუს დავეძებ ძე უნდა ვაჭამო ყველად კი არ ვეძებდია ეს რა არის ნოდა ეს რომ დედამ გაიგოს აი ცოტა ნოდა გაფრთხილებ თუ ყლავ შეგნიშნე ისედაც ეყოფა დედას ჯავრი შენგან კიდევ ეგონდა დედა ვახტანგ დედას არ უთხრა შენი ჭირიმე ნახე დედა ნახე რა ხონია ეგ პეპელა ჩემია ნოდარი დამპირდა გუშინ და კიდევაც მომიტანა ხომ ნოდა ხო ბავშვებო წამოდით ისაუზმეთ ორმოცელა ერთი წუთაც არ შეიძლება შენი მარტო დატოვება გაიძი ნოდარ ეს ერთხელ კიდევ გიხსენი და თუ კიდევ მოგიწევია იცოდე მე თავად ვეწყვი დედას არასოდეს ბზი არასოდეს დედიკო ზია ნოდარის პაპეროსები ჯიბეში აქვს ზია მოდი აქ რა გაქვს ჯიბეში ეს რას ნიშნავს? ნოდარის ჯიბიდან. რატომ? პეპელაჩა. ეკითხები რატომ ამოიღე მეთქი? ვიცოდი შეწუხდებოდი. ნოდარიც შემეწოდა. მაგრამ ამის შემდეგ ნოდარი პაპიროს აღარ გაეკარება. შევცით პედიკო. დამნაშავება. მაპატიე და არასოდეს.
გოგო პეპელაგი არა, კნუტი უნდა ჩაგესვა ყოლებში. როცა შენ მოსწევ, აი მაშინ ჩაგისვავ კნუტს. ამის შემდეგ ტყუილია. ჩემი მედი ნუღარ გექნებათ. ყოველთვის თქვენ აშაებთ, რას მინდა თქვენი გულისათვის მე ვხვდება. გაგვითილების შემდეგ საბავშვო ბაღში გამოვივლი. სიელას წამოიყვან. და შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს. დედა. დედიკო. აგრე. არა, აგრე ნუწახო. არა. კარგი მყავხარ შვილი. კარგი. დედიკო, მაპატი. შენი ჭირი, მე ვგზნობ ჩემს აქციელს. ყოველი თქვენი ცუდი საქციელი შვილო. წამებაა ჩემთვის. მამა, გამარჯობა ნუდა. სკოლაში რატომ არ ხარ? მე 2 წელში გადაგვიყვანეს, მამა. 2-ზე გვეწყებ. ჩაი დაგისხა? არ მინდა. როგორ არის საქმეები სკოლაში? კარგად, მამა. მამა. და ვახტანგი უკვე დიდები ვართ. ვიცით, გვესმის. მაგრამ როგორ ავხსნათ მზიასა და ციელას? ყოველდღე შენს ხსენებაში არიან. წამდაუწუმ გვეკითხებიან, მამა მალე ჩამოვაო. მერე დედამ უთხრა მივლინებაშიაო. ხო, აბა რა ეთქვა? გაიქეცი ერთი პაპიროსი მომდანი. მამა. ეს შეგონდეს. ეს შენ. მიიღებ 400 მანეთს მოგებას. დედას უთხრა ფეხსაც მოგიგიდოს. ეგონო ბავშვებს მივლინებაში. იმასაც ნუ იტყვი თუ აქ ვიყავი. ასე შორს. არა შვილო, მეც ადამიანი ვარ. ამ დელირამისადან აღარ შემიძლია. თუნდაც აი გუგას გუშინდელი საქციელი. რა? ჩემი პენსიის ფული რომ წამატა. Pastalios ხეირანაც მოთვლა არც კი დააცალა, ისე დასტაცა ხელი და ჩაიჯიმა. შენი გაზრდილი ეგ არის დედა ჩემო და მე რა შემომჩი. გამისულელეთ და მიახვა რა უკ. მამამისი იყო და
შენზე არ ესat ისანებივი. აბა ეს არის წესიერი? უკვე ნაშუა დღევია. ყველა შრომით არის გართული და ის შენი უქნარაკი არ შეინა წამოდგლარძუღა და ხრინა. ოჰო, რას ამბობ, დედაჩემო, მეტის მეტად უხეშ. რას ბრძანე? მეც იმ შენი ბატონკაცით მიყვარის გული. რას ამბობ, რას? სათაყვანებელი ვინ? იცი როგორ უყვარვარ. ის ჩემ გუკას ვიძლ შვილად უყურებ. შებრიყო. ვიზლა თავისას არ უყურებს ის და შენსა შეხედა. არა დედა, არა, ცდები. ის ძალიან კარგი კაცია. დიდად წესიერი და ღირსეული პიროვნება. წესიერი და ღირსეული კაცია. ცოლშვის მიატოვებს და ოჯახს დაანგრევს. მაგან ისინი მიატოვა და შენ არ მიგატოვებს, გონი მოიკრიფე შვილო, გონი. ვისა? მე? არა დედაჩემო. მე ის ვერა. ვიდეო პოსპოში. აჩი გონი. ყასდი. გონი გავაღვით. Sağ გაიღვიძა? ხო, წყალი უნდა. არჩილ გენაცვალ. მოგებაზე კუკასთან. ბორჯომი მაცივარშია. ყელი გაუცივდე. Damdili başkası bizi de bir damdili. Es kimi başkası kahlat. როდის მოგესწრება ამოდენა ჩვენი ზალი? ბავშვების ეს სტრაფად ისე შეუმჩნევლად იზრდებიან, რომ ვერც კი გაიგებს როგორ გახდება ამ ხელა. დედა. რა იყო ვახტა? დედა შენ რაფერი არ გაგიგია? რა აშვილო? რა ბეძა შეხვდა ბელა, ნახე რამდენი მოვიგეთ. აი ამით 400 მანეთი მოვიგეთ. ხოლო ამით 50,000. დედიკო, მე ფული მჭირდება. ძალიან გთხოვ მომცა. სადღა მაქვს მაგდე. შენ უკვე ყოველ დღე თხოვლობ. გუშინ ბებიასათვის პენსია გამოგირთმევი. რა უყარი? ეხლა აღარც მე მაქვს. იმას თხოვ. არა, იმას ამჟამად ფული არ აქვს. დედა. ბაჩო მოგარჩი. მადროსი გამთავდა, თუ შეიძლება მომაწევინე. კი, როგორ არა? იქას მაგიდასა.
თალახმა 2 კვირით გაგვიშვას მოსკოვში. ობლიგაციასაც იქ გავაფორმებ. შეგვიძლია ხვალვე წავიდეთ. არჩი, ძალიან გთხოვ. სამივე წავიდეთ მოსკოვში. ბიჭმაც ნაყვას ქვეყანა. არ გიგებთ. სამივე წავიდეთ. ბილეთები ჯიბეში მაქვს, იცოდე არ დააგვიანო. სრულ ვის ნახევარზე ბახთან დამელოდი, ხო? კარგი. დაიცა. შესვენება. დააგვიანოთ. თვითონ გადაახურდავს. ჩვენ კი ესეც გვეყოფა. შეიძლება მოგძანდით? გამარჯობა. გადაიცით რომ გავგზავნი. ნახვამდის. ნინო, ხვალს მოსკოვს მივიმგზავრები. თან მინდა მოგებაც გავაფორმო. ობლიგაცია მე მაქვს. გთხოვ გამომიგზავნო პლაშში და თეთრეული. 7 საათამდე საავადმყოფოში იქნები. ბავშვებისათვის რაც გჭირდება შემატყობინა. არჩილი. გამარჯობა. პური. იცოდეთ, დღეს დილით თქვენმა ვაჟმა აქ პაპიროსი იყიდა. ხო? ალბათ მამისათვის. რომელმა? მცროსმა.
მისი ეგ ნამწევები. დადები. იქვე იყო საფერფლე. შენ კიდევ გინდოდა დაგემალა, ხო? მაპატია დედა. იცოდი შეწუხდებოდი და ჩემი შეწუხება არ გინდა. და ამიტომ ხელს უწყობ ძმას ცუდ საქციელში. აბა დაფიქრდი, რა შადიხარ? დღეს ხუთიანი მივიღე. აი შენ, ხუთიანი. ვისთვის დედა? ვისთვის? შენ ისე მუსტი, ხო? არა, ბებიკო, მაგალითად მოუწევე. ეს რა არის? ეგ იქნებ არც პაპიროსი გიყიდი ამ დილით მაღაზიაში. იქნებ მამაზრაც უარი თქვა. გასცი აქედან. თვალი ფარ დამენახო. რა მოგივიდა ნუ და? რა მოხდა? დედამ სილა გამარად. რა დედამ? ო, დედამ. ბიჭო დედამ რატო? დედას გებიცები ვახტანგ. არა ვარ დამრეჯები. დაიცა. ახლავე მოვალ. ახლავე ყველაფერს გავაკო. დედა, რა მოხდა? მაინც მოუწევია იმ საძარელს. მერე? სცემე? არ იყო საცემი. ჰა? შენ ეგ არასდროს მიკვირს. ძალიან მიკვირს. არასდროს. გიკვირს. ბავშვებო, გადითქეს ოთახში. დღეს დავრწმუნდი, რომ მამამ საბოლოოდ მიგვატოვა. მომწერა თეთრეული და პლაშჩი გამომიგზავნა. ხვალ მოსკოვს მიემგზავრება. დაუღე. 7 საათამდე იგელოდება. სამშობიაროში. დედა, არ მინდა მისი ნახვა. ვახტანგ, როგორ ბედა ასეთ ლაპარაკს მამაზე? მე შემიძლია ის გავკითხო. დავემდურო. არ ვისურვო მასთან ურთიერთობა, მაგრამ შენ? შენ არა გაქვს ამის უფლება. ის მამაა შენი. მამა. იცოდე მეორედ შენგან აღარ გავიგონო ასეთი ლაპარაკი. წაუღე. ხო, მაგრამ დედა. არავით არის მაგრამ. თხილა წაუღე. არ დაჭმუჭნო. საით მიემგზავრები? მე კი არა, მამა მიემგზავრება. მამა? ხო, მოსკოვში მიდის. მოსკოვში? ჩემთვის რომ არაფერი უთქვამს? შენ რა ნახე, მამა? კი. როდის? სად? ამ დილით შინ მოვიდა. სწორედ მის პაპიროსის ნამწევები იყო, დედამ რომ ნახა მაგიდას. ის პაპიროსი მეუყიდე მამას. მაშ მამა შინ იყო?
ახლა ჩემთვის ყველაფერი ცხადია. ძალიან მთხოვ უნდა ესენი შენ წავიღო მამას, სამშობლო არ შეიცდის. მე არ ცალი, ბიჭო, ახლა უნდა მიშველო, მეჩქარება. მოიცა? იცოდენო და არ გაბედო მამას არაფერი სთხოვო. პატრიცემულო არჩილ. მე ოპერაცია ამის ჯანმრთელობისათვის საფრთხოდ მიმაჩნია. ეს კი დაჟინებით მოითხოვს. ხოდა ახლა როგორც თქვენ ბრძანებთ. ექი მოგეხვეწე. გემუდარებით. უნდა გამიგეთოთ ოპერაცია. უნდა გამიგეთოთ. ყველაფერზე თანახმა. არ შემიძლია. ვერ დავიტო. ჩაიცვით? გამოვიდეთ. გამოვიდეთ. აბა შეხედეთ. შეხედეთ ამას. განა შეიძლება ამათი სიცოცხლე მოსმოთ. თქვენ კი სწორედ ამას გთხოვთ. თქვენ ძალიან გიყვართ ბავშვები ექი. ძალიან. თქვენ ბავშვები ყავთ? ას 4. მე მარტო ხელა ვარ. სწავლაც, მუშაობაც. რა უნდა უყო ბავშვს მარტო ხელა? მარტო ხელა? მაშინვე მიმატო, როგორც კი გაიგო რომ დედა ხდებით. დიახ. დღეს კი მოიჭრა. ფული მომიგდო და მოითხოვს რომ მე კარგი, დამშვით დაწმადით. ჩემთვის ყველაფერი ცხადია. ერთი ის მითხარით, მშობლები ხავს? ხავს. აჰა. მიდით მის მშობლებთან. აუხსენით ყველაფერი. შესაძლოა რომ გაგიცნობენ, გაიგებენ რომ ფეხმძიმეთა ხართ, ფიქრობ გითანაგწობენ. ხო? მათთან? სწორედ მათთან. მაშაგრია ჯობებს? უეჭველად. დარწმუნებული ვარ. მაშ კარგი. მადლობთ. როგორ? მამა, მოსკოვში მიემგზავრები? ხო, ხვალვაბირებ. დედა რას მაგათს? არაფერს. გევარჯობენო. პატრიცემულო არჩილ, მე შვიდე პალატაში მშობი არის ძალიან დიდი სიცხე. შვიდეში? ეხლა. შენთან დამიცადე ეხლა დაბრუნდეთ. ბედი მქონია ზუსტად, ბედი და ეს არის. ეცნობდეთ ერთმანეთს. თავი გამანებო. ნელი. ნელი. ეგ ვინ არის? ამასებოდებოდი ნახატო. მამა! რა მოგივიდეთ? წამო, თავი დაანებე, ეკდოს.
ხმარება ხმარგნებავთ. წადი. მოითმინეთ. მოითმინეთ. პატივცემულ არჩილ, გადაწყვიტეთ ხვალგამგზავრება. არა, გონი ვერ შევძლებ. მძიმე ავატყოფი მოყავს. აჰა. მეც ეხლავე გამო. ისმეთ? დიახ. ვინ არისო? ჩემი ვაჟი? სად? თვალია? ეს რომელი გაყოფილებაა? ახლა წამო, ახლა. ნინო შინახარ? ხო. ის არის რომ ძალიან მიმძიმს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი შვილებით. ხო და სწორედ იმ სამაყო ვაჟკაცმა დღეს რომ შინიდან ტანსაცმელები მომიტანა, ჯიბიდან ამომაცალა ფული და ეს არის მილიციიდან დამირეკეს. თვრალი მიუყვანიათ. ამოაცალა. თვრალი მილიციაში. ჩემმა შვილმა იქურდა. ой, სირცხვილო. არა. სად არის? აი. ეს გაუგებრობით მოხდა. როცა მილიციიდან დამირეკეს მე მაშინვე ჩვენს ბიჭზე გავიფიქრე. ეს კი იმის ჩემი შვილი აქ არასოდეს არ მოხვდება. გთხოვ მაპატიოს სამწუხარო გაუგებრობა. ნინო, ფულთან ერთად ობლიგაციაც დავკართ. გეყოფა. მაპატიეთ პატიცემულო არჩილ. არ მინდოდა თქვენი შეწუხება. მაგრამ რადგან არ მიშვებდნენ იძულებული ვიყავი მილიციისათვის თქვენი ტელეფონის ნომერი მეთქვა.
ბიჭები არ მოსულან? არა. გაგიცხელოს ადვილი. არა, შვილო, მე თავად. დადი თქვენ ოთახში. მილია კარები გაიხურე. შვილებო. ფული, ნინო, ფული ამომაცავა. არა, შეუძლებელია. ვახტანგ, შემომხედე თვალებში და გულწრფელად მიპასუხე. მართალი მითხარი. რა ჩაიდინე შენ დღეს მამა შენთან? მე მამა ჩემთან? არაფერი. ხადექი. დღეს, როდესაც შენ მამის კაბინეტიდან გამოსულ ხარ, მამა შენს უნახავს, რომ ფული და ობლიგაცია აღარ აქვს. დედა, რას ამბობ? ვერაფერი გამიგია? მაჩვენე ჯიბეები. საიდანა გაქვს ეს ფული? დედა. ვისი ეს ფული? დედა, ვისი უნდა იყოს? რა მოგდის? მე დღეს სტიპენდია მივიღე. სტიპენდია არ ვიცი. რა მოგდის, ვახტანგ? რა ჩაიდინე დღეს მამასთან? მე მამასთან? არაფერი. მიუტანე ჩემოდანი და პლაში. და მაშინო გამობრუნდი. შენ მამას ფული იმოპარე? ვახტანგ, რას ლაპარაკობ? რას ქვია მოვიპარე? მაგას როგორ მეუბნები? მაჩვენე ჯიბეები. ჯიბეები მაჩვენე. საიდანა გაქვს ეს ობლიგაცია? დედამ არ იცის რომ მამასთან შენ გაგზავნე. დედამ ქურდობა მე დააბრალა. საიდანა გაქვს? რა გიდა ჩემგან? რა ჯამწები ხარ? დედამ და რა შემოს გამარტყა. შენ ქურდობას წავებ. რას მერჭით, რას? გადაბრები ჩემჯლით. საიდანა გაქვს ეს ობლიგაცია? საიდან? მამას კითხე რა გეტყვის? ვახტანგ! ვახტანგ, რას ჭადით? რას მიშვებით? როგორ მოხდა დღეს ნოდარი მამასთან? დედა. მე არ მეცალა. ძალიან მეჩქარებოდა. და მამასთან ნოდარი გაგზავნე. ეს მან. შენ კი ჩემზე იფიქრა. ეს მან და არა შენ? განა ჩემთვის სულ ერთი არ არის. ლამის არის შევიშალო. როგორ მტკივა გული. დედა. განა არ მესმის. ასეთი შეურაცხყოფა. წადი ახლავე დააბრუნე. მტკივა. კუკა. ძალიან გთხოვ თავი დაიჭირო. რას გაქვს შენი საქციელი? მოიქეც ცოტა წესიერად. არჩილსაც მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდო. იცოდე, ასე გიჯობს. დამიჯერ. არჩილმა ობლიგაციით 50,000 მანეთი მოიგო. 50,000? ხოდა, შენ უეჭორად ახლა უნდა მოგემოქმედე ეს საქმე. ეხლა სულელი ვარ. რაგვენი. დაიცა. თუ ჩემთან ვინმე აუთხარ რომ შინ არა ვარ. ხო, არც ისიც სადა ვარ. არ მინდა ასე ვნახონ, გაიგე? კაცი. გამარჯობა. თქვენ კუკას დედა ბრძანდებით, ხო? მე თქვენ გიცნობთ. კუკა შინ არის?
არა, არ გახლართ. თუ შინ არ არის მით უკეთესი. მე პირადად თქვენთან მინდოდა მოლაპარაკება ერთ მეტად მართებულ საგანზე. ბრძანეთ. აქ მეტად უხერხულია ამაზე ლაპარაკი. ძალიან გთხოვთ მომისმინოთ. აბა, ბრძანეთ. ისმე. ძალიან მეუხერხულება. არც კი ვიცი როგორ გითხრათ. მე მიყვარს თქვენი ვაჟი. ისე კარგად მეჩვენებოდა. ჯეროდა მისი. მე რა მოხდა? მე მას სრულიად მივენდე და ახლა ფეხმძიმეთა ხარ? დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი იმისია? ჯერ მე კუკას გარდა არავინ მყარებია. ბავშვის გაჩენისათვის სიყვარული სრულიადაც არ არის აუცილებელი. არა, თქვენ ვერ მიმიხვდით. თქვენ მომშობიერება გნებავდეთ მე რა შუაში. მიგემართნათ იმისთვის, ვისაც მე მას ბევრი ველაპარაკე. რა? ის რომ მან დღეს რა გითხრათ? ფული მომიგდო და მიბრძანა მოვიშო. ხო და ძალიან კარგად უთქვა. რა იყო? რას გაიოცეთ? ჯერ კუკასათვის რა დროს ბავშვზე ფიქრია თავად ბავშვი? დღეს ექიმას სრულიად ამიკრძალა ოპერაციის გაკეთება. ეს სრული ჭეშმარიტება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის ოპერაციის გაკეთება. ბავშვი ამისათვის აუცილებელია. არადა მთელ თავის სიცოცხლეს დაიმახინჯებს. მაინც რა არის აქ ასე გასაზვიადებელი? ყოველივე ეს გაცილებით ადვილი. მე მაგ საქმეში ვერ ჩავერივი. მოიქეცით ისე როგორც გნებართ. გთხოვთ ეს იმ თქვენს ბავშვს გადასცეთ. მე კი ვეცდები როგორ მე მის დაუხმარებლათაც გავხსნო. დავშვით, ნუ აჩქარდები. თავარია ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ მომავლისათვის. ექიმო, მე არ მეგონა რომ თქვენ აქ შეგხვდებოდით. თავად კუკა მირჩია თქვენთვის მომემართა. თანაც გამაფრთხილა. არაფერი გამემხილა. ისე მოვიქცევი როგორც მირჩი. თამა! აკრას მობრძანებულ ხარ. ვინ მოგიწვია? მე რომ ობლიგაცია მოგეცი რა უყავი? არჩი, შენ დაუყოვნებლივ უნდა გაუკეთო იმ გოგოს ოპერაცია. ჩვენ სრულებითაც არ გვეხება მისი ჯანმრთელობა. დიახ. თავიდან უნდა აგვაშორო ეგ დავით არაბა. არავითარ შემთხვევაში. შენ მხოლოდ საკუთარ დავით არაბაზე ფიქრობ. და არა შენი შვილის მიერ გაუბედურებულ გოგონაზე. აბა წარმოიდგინე მისი ბავშვი. როდესაც კუკა თვითონ ბავშვი. ან ჩემი ბებიობა. რა დროს ჩემი ბებიობა? შენ როგორიც დედა ხარ, ბებიაც ისეთი იქნები. ის ნამდვილი შენი შვილია. არა მარტო ბიოლოგიურად, ზნეობითაც. შენ გიზრუნვია, გიფიქრია იმაზე თუ სად ათენა აღამებს შენი ვაჟიშვილი. სად დარიცხულობს ფულებს თავის განუწყვეტელ კეიფებისათვის. ის კუკა კეიფებში ერთ კაფიქსაც არ ხარჯავს. დიახ. კუკა თავის ტოლმეგობრებს განუსაზღვრელად უყვარს. პატივს ცემენ, პატიჟებენ. თვალტანადია. მუსიკალური. მიმზიდველი მღერის, ცეკვავს და მოსწონთ. ტოლმეგობრები. უთო ტოლმეგობრებმა მისცეს მას ეს ფული. მე ამაში დარწმუნებული. კუკა დილას ფული უნდოდა. თხოვა მე უარი უთხრა. კმარა. ჩემთვის ახლა ყველაფერი ცხადია.
ფულით და ობლიგაციად შენმა ვაჟმა მე მომპარა. არჩი! ეს რა ჩავიდინე? ეს რა ვქენი? ჩემი საბრალო ნოდარი. ვაიმე შვილო, მე მას ჩემ შვილს ხურდობა დავწამე. შენ გესმის? აჰა. ინებეთ. ცხოვრებაში თქვენ ამის მეტი არა გინდათ. არჩი, გონს მოდი. მაგით ვისი თქმა გინდა? ძალიან ბევრის. რა მათქებინა ჩემ შვილს რამ? ჩემი შვილს როგორ ჩანუხელ? როგორ? სად? რანაირად? ნამდვილი ბანდიტია შენი ვაჟიშვილი. შენი შვილები კარგები რომ ყოფილიყვნენ, შენ მათ არ გაიქცეო. გაბეთო ჩემი შვილების ხსენება. დედა, არ გაბედო თავის დამცირება. კუკა, ეს რა მიყავი რა? გავში წავიდეს. ეს როგორ ჩაიგინე კუკა? რა დამღუბე? მე შენ ბავშვად გთვლით. ყოველი შენი სიტყვა მჯეროდა. შენი გულისათვის დავკარგე მის ადამიანი. მაინც როგორ გაბედე? რანაირად ჩაუყარი ხელი ჯიბეში? სრულიად უბრალოდ დედაჩემ. ხელი სისწრაფე და სხვა არავით არის თვალთ მაგწობა. ყოველთვის ხომ არ შეგხვდება სხვა ჯიბეში 50,000-იანი ობლიგაცია. გაიგეთ რა? ჩვენ პროფესორს ცოლშვილი მიუტოვებია. რას ამბობ? ოჰო, ასე მიამბეს. აბა ეგ რა ლაპარაკია? ტყუილი რო გამოდგეს მაშინ? შეწყვიტეთ ჯორიკანობა. ძალიან დაღლილი გამოიყურე. შენთვის ერთი რიგიანი დასვენება აუცილებელი. რა დასვენება იქნება ჩემთვის უთხრელად? ძალიან აკითხო, თუ არ შეწუხდებით, მიხედოთ ჩემს ნივთებს. მე მალე ამოვალ. სიამოვნებით. რა უღოთ რომ დახელი
დავიტოვე შენი წმინდა სახელი და როდესაც მზე ყვავირე კოცნის დილავრია შენ გეძახი მოდი მეთქი მეთალერცინადია დღეს ის ვერ ხვით ფოთლაში შველი სადაც წინათ შენ ხდებოდი ორავალ ხოლო ჩემი დაბრუნება მიშლელი ემრამონა შენ დედარდის სუბადლო შემოქმედებით ნიჭს. თქვენმა სიმღერამ ჩემზე წარუშნელი შთაბეჭდილება დაფა. ჩემ შეხვედრას გაუმარჯო. ბედნიერი იყოს ჩვენი შეხვედრა. შენთან დავისა და ჩხუბის ასაწეხად არ მოვიდოდი. საავადმყოფოდან დარიგეს. ძიმე ავადმყოფი ყოლიათ. გეძებენ. შეიძლება? უძებთ. საღამოში დევს. ჩვენ ოთახში რომ სინათლე დავინახეს, თორე გითხრა გამიკვირდა. ეს რა ბორი დაგიყენებიათ? ასე გლიან აქ რატომ ახართ პატივცემულ არჩევ? რატომ? იმიტომ რომ საუბედუროთ სხვა გზა არ მაქვს. ხოდაი, ნაკარ. როგორ თუ სხვა გზა აღარ აქვს? ნამდვილად, ნამდვილად. საჩაიძე. საცემი. თუ კი დაიმსახურებთ, ასეთ მოგექცევი. ვინ მაპატიებს, ვინ? არა, საქმე თუ პატიებამდე მივიდა, პატივცემული ნინო გონიერი ადამიანი. არა, მაგრამ. ეს არც ეგრე ადვილია. გარდა ამისა მე დღეს კიდევ რა მოხდა? დღეს კიდევ ისეთი შეცდომა მომივიდა. რა შეცდომა? დანაშაულო ბავშვს ქურდობა დავწა. როგორ? თქვენ შვილს ქურდობა დააბრალეთ და ამას მხოლოდ შეცდომას ასწვით? არა, ჩემი შვილი მე ამას მაპატიებს, მაგრამ თქვენ უკვე ელაპარაკეთ მას? ჯერ არა. როგორ თუ ჯერ არა? მაშ რაღაც უდგიხარ. კი, მაგრამ ასეთი საქმის ტელეფონით მოგვარება შეიძლება? შედავიბენი რომ აღარც კი ვიცი რას ვაკეთებ. მე თქვენ არგილას ახლა ვერ შინ გარიქცეოდი. წადით. დროით წაბდანდით ბავშვს მიხედეთ, რაიმე ხიფას არ გადაეკიდოს.
შენ ძადი დაიძინე. ბიჭები შინ არიან? ნოდარს ვეძებ. მამა, სად ავიდე? სად ვეძებო? სად არიან ჩემი ბიჭები? უმჯობესია მე მოვძებდი. გამარჯობა ვახტანგ. მეძებდი? დიახ, გეძებდი. მინდოდა გადმოცა ის რაც დახკარგე. აჰა. ნოდარს ჩემგან არაფერი წაუღია. ის რაც მე დავკარგე, იმან კი არა. ნოდარი არაფერ შუაშია. მე შევწდი, მე ავჩქარდი. მე ვარ დამნაშავე მის წინაშე. ყველა თქვენგანის წინაშე. როგორ? ეს ობლიგაცია? ეს ობლიგაცია მე ვაჩუქე. მამა, რატომ იხომაგები ნოდარს? მის ნაცვლად მე მომხვდა დედა ჩემისაგან. როგორ მოხდა ობლიგაცია მის ხელში? რა საჭიროა ასეთი დაკითხვა? ეს ობლიგაცია მე მივეცი ფეხსაცმელის საყიდლად. მამა, აქ რაღაც გაუგებრობა. შენ მას ფეხსაცმელების საყიდლად 50,000 მანეთის მომგები ობლიგაცია მიეცი? რასო? მე მას მივეცი ობლიგაცია, რომელმაც 400 მანეთი მოიგო. არა, მამა. ამ ობლიგაციამ 50,000 მანეთი მოიგო. ხო, შვილო, ხდება. ამგვარი შეცდომაც ხდება. მე არ წამღია. ეს საიდან ისმის? რაგიდა ჩემგან? მე არაფერ არ წამღია, არა. ნოდა დაიცა. ნოდა შვილო. მაბადი. დედიკო, ნოდარი უდანაშაულოა, ხო? ხო, შვილო. დედა. მამიკო? მამა თქვენი მოვიდა. ვახტანგ,